cool. გესალმებით მეგობრებო. ნუ შეგხვდებით პრეტენზიით. მიხვდით ალბათ დღეს გვექნება მონოლოგი პოეზიით. გადაცემის შეფასება მაყურებელს მივანდოთ დღევანდელი ნიუსები ლექსად გვინდა გიამბოთ. ახალი ხელმძღვანელობით ახალი შანსი გვექმნება, ამიტომაც შესავალი ჩანტლაზის სტილში გვექნება. ხალხოსა სიწითლით აყანა და უმშვენებია და ნელ-ნელა აგურ არხი აუშენებია. აშენება არის ძნელი, დანგრევა კი ადვილია. არც კი იცით ეს სტუდია რა თბილი და რა ტკბილი. აქ ხომ წლები გვიწვალია, მოგვიგია, წაგვიგია და ნელ-ნელა პროცენტ რეიტინგი დაგვიდია. რეიტინგზე არას ვამბობ, რასაც გეტყვით ნამდვილია. ეზოში რომ ბალახია, ისიც ჩვენი გაზრდილია. მართლა ბევრი გვიშრომია, ხეებიც კი დაგვირგია. სულ ჩვენი ხელით დავხაზეთ ბუფეტთან რო პარკინგია. ხელმძღვანელი შეგვეცვალა და შეგვეტყო უკვე ზმანზე. ჩვენი ახალი უფროსი არის ბაკურაძე. დღეს ახალი დირექტორიც ცნობილია გემოვნებით, ხო და ჩვენც გამოვიცვალეთ, შეაფასეთ ველოდებით. იმიჯი რომ გჭირდება, ამას ყველა როდი ხვდება. ახლა ვმსჯელობთ ერთ რამეზე, ნეტა პერო მოგვიხდება. მიუზე და მინდა ციკოლია საათები, სახლში ლაბუბუს თოჯინა და ფერადი სანათები. ყველაფერი განვითარდა და თუ რამეს ვერ მიხვდები, ძმაკაცების ნაცვლად უკვე ChatGPT-ს ვეკითხები. უკვე დროა რომ ჩვენ არსე რამე სვეტსკი განვათავსოთ, ვაკელებიც გვიყურებენ, ხო და უნდა დავაფასოთ. კი ბატონო, ჩვენც გავხდებით ვაკელები სტანდარტული და საწყისისთვის მოგვიწევს 3-4 კვადრატული. ჭიჭიგიას და პრიბორის ხვდები დრო რომ წასულია, არაფერი აღარ მინდა თუ მოდიდან გასული. ყველაფერი ვითარდება, ჩვენ სავუწყოთ უნდა ფეხი თანამედროვედ ვიხუმროთ, რომ არ ვიგრძნოთ ვინმე მწნეხი. რაღაც მეიტანეს ვიტყვი, რაც არ უნდა გამიჭირდეს, სოფლურ წინადადებებზე ვინმე რომ არ ამიხიბდეს. იუმორით შეცვლილია, ასხინკალზე აღარ ვხუმრობთ, მწვადის და ქაბაბის ნაცვლად ხალხს ახლა ფურშეტზე ვუხმობთ. აღარ ვსვავ და ბევრს ვარჯიშობ. ამითა ვარ კმაყოფილი, ძმაკაცებზე მეტად უკვე მოდასავა რა პოლი. დილით 2 კვერცხის ცილა, ნახევარი ავოკადო, იმედია მეთანხმები შაურმა არ შემომკადრო. ყვებასაც უნდა მივხედო ღვიძლზე რომ არ იყოს რისკი. ყავითაც კი დავნაყრდები თუ არ არის იყოს ვისკი. წესი უნდა შევიცვალო. ხალხი რომ არ ვასეირო, ჯიპის ნაცვლად ზოგჯერ სვეტსკაც ძაღლი უნდა ვასეირო. რაც არ უნდა გვეცვას ფეხზე, ჩექმები თუ ბოტასები, მთავარია რომ ვიხუმროთ, რადგან ყველას ვევასებით. შევიცვალოთ საუბარი, სასწრაფოდ და თანაც მალე. ხვალ მოვალო კი ნუ მეტყვი, უნდა მითხრა მოვალ ხვალე. არც მიხო, არც შიტოვიში, აღარ გვინდა ნიმუშად. დროა უკვე დაგვიძახონ პატიკო და ნიკუშა. ხო და უნდა დავივიწყოთ იქინა და აქანა. ბავშვს ყოველთვის ბავშვი ერქვას, არც ბავში, არც ბაღანა. ღამე ოჯახს ვასეირნებ, კუსტმის ჰაერს გადავყლაპავთ. ვაკე ცოტა მოვშორდები, იმედი არ დამძრახა. დილით თვალს როგორც გავახელ, ყავას დავლევ მთლად უზმოზე. ვინმემ რომ არ გამაღვიძოს, ტელეფონი მაქვს უხმოზე. ცოტა თმის სტილსაც შევიცვლი, ვიზუალსაც განვაახლებ, ინსტაგრამზე ლაივს ჩავრთავ, ფოლოვერებს გავახარებ. იქ ბოტოქსსაც შევეჭიდო. დავიბერო ტუჩი, დინგი. წამყვანებსაც კი სჭირდება თავის დროზე რებრენდინგი.
უკვე შემდეგ სეზონიდან გვექმნება სისვეცკის პიკი. შენ იქნები პიტერი და მე ვიქნები ალბათ ნიკი. ყველაფერი შეიძლება. მუსიკაც კი განახლდება. ალბათ მალე ქსოვრელები Coldplay-ით ჩანაცვლდება. არა, არსად არ გავუშვებთ. უბრალოდ იცვლიან სახეს. სხვა მუსიკას დაუკრავენ, დაარქმევენ ახალ სახეს. ჯაზ ბენდი ყავს სასწაული, მუსიკით რომ შექმნეს ფონი. ხო და ნეტავი რამ გაყო დუდუკი და საქსაფონი. ერთს კი გეტყვით, ნაღდად გეტყვით და თან არ შევცდები მგონი. ძალიან მაგრად ჩავატარეთ ეს ურთულესი სეზონი. ბევრი იუმორი გქონდა, სიცილები და ხალისი, ლამის გავაერთიანეთ თელავი და ქუთაისი. მაგრამ ახლა ზაფხულია, გაგანია ივლისი, ხო და თავის წილსაც ითხოვს ჩვენი დედა თბილისი. ყველაფერი გავაშუქეთ, სადაც რამე თემა ვნახეთ, რაც კურიერში არ იყო, ინტერნეტში გამოვნახეთ. ყველა თემაზე ვიხუმრეთ, დავალაგეთ რიგი, სორტი, არ დავტოვეთ ხელოვნება, არც კულტურა და არც სპორტი. ვიხუმრია ყველაფერზე, უცხოურზე თუ ქართულზე, ბევრიც შემოგვიყვანია აქ ქსოვრელების დაკრულზე. ის ნიუსი გახსოვს ქალზე? 10 შვილის შობაო. კუთხურავთ რომ მივაყოლეთ, ტიტუ ეს რა შობაო? ხო და ასე აღარ ვიტყვით? ვიტყვით იმ შობიარა. აქ ვაკია გენაცვალე, მიჩი გაანიკიარა. საქართველოს საზღვრებს გარეთ თუ კი ვინმე მგვასახელა, სათითაოდ სახელი ვთქვით და შევაქეთ თითქმის ყველა. სტუმარიც ხომ ბევრი იყო, ზოგიც სიმღერით მოგყავდა, ზოგი სულ ვერ მოვიყვანეთ, ზოგიც ლამის ხუთჯერ მყავდა. მოკლედ ჩვენი შოუ არის სანახებო, არნახული, ყველაფერი ციფრებით გვაქვს რეიტინგზე ასახული. მუსიკალურებიც გქონდა და ნომრები ვაკეთეთ. ზოგი ჩვენი დავწერეთ და ზოგიც გადავაკეთეთ. მართლა ბევრი ნახვა გქონდა, ხალხი კეთსაც იხრიდა, ფულის ნაცვლად YouTube სულ მადლობებს გვიხდიდა. მონოლოგიც გვეწურება, ბოლოში ვართ გასულები. ახლა მუსიკალურს უცდის ვაჟები თუ ასულები. ვინც კი გულით რამეს ეძებს, ისინი ამ პოვნელები ჩვენ შოუს კვლავ აფორმებენ შოში გადაგებულები. სეზონი უკვე მთავრდება, მოვემზადოთ, რას უცდით? მთელი ღამე უნდა გასვათ რქაწითელი თან საწრუპით. ხალხო, თქვენთან განშორება მართლა ძლიერ გვეჯავრება, ხო და გვიწევს ამ სეზონის ასე ლექსად შეჯამება. მაყურებლის გარეშე ხომ ცხოვრებაა ჩვენთვის რთული, ეკრანს მიღმაც კი იგრძნობა თქვენგან დიდი სიყვარული. ნეტავ ჩვენი გულისათვის თუ კი ვინმე შეწუხდება, იუმორით ისე ურტყამთ UFC-ს შეშურდება. იმედია კვლავ შევხვდებით, ისევ ამ დროს, ამ ეთერში, ყველაფერს ერთად გავიგებთ და გველოდეთ სექტემბერში. ამას იუმორით ვამბობთ, ჩვენ არასდროს არ ვწუწუნებთ, იმედია ამ ჩანაწერს სხვა არხიდან არ უყურებთ. მიყვარდი და მეყვარები, მოგმართავ რუსთავი ორო, ხელფას თუ არ მომიმატებ, არ დაგვაკლო დირექტორო. ერთი კვირა ამ არხს მართავ, შეცდომ არ დაგიშვია, ხო და ერს ნუ ათქმევინებ, ეს რა ხალხი გაგიშვია. მერე შენთვის რომ აღარ თქვა, what I must doing now. მართლა რა მაგრები იყვნენ? ვაუ, ჩემი ვაუ. ხო და ხელი მოგვიწერე. მოგწონ შენი კალიგრაფი. სადაც ჩვენი შოუ არის, იყო შენი ავტოგრაფიც. როგორც ატყობთ, კი გავშვეცკდით. ამოდენა ლექსის მერე, სიკო და ნიკოს მოტივზე, პატუ და ნიკუ იმღერე. პრეტენზია არ ამაქვს, ჩაიხედეთ სარკეში, სხვაუბნებში დასახლდით ოღონდ არა უაკეში. სოფლელები მეც მიყვარს, სასტავში ნუ მომჭრი თავს, იცი რამე ვასება, აი ძუხარონ ჩითავს, ყოველი. ჯან, კაია ჯან, კაია ჯან. დილით სოლარიუმი, საღამოს კი მაკები, შემოვხედეთ ეს ჩვენ ვართ რვა თაობის ვაკელნი.
არასოდეს ვიღლებით ერთმანეთის ქებაში ვერავინ ვერ გვაჯობებს პეროს დატოლებაში Pero kaya Jan kaya jan kaya jan kaya jan 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 kaya jan kaya jan kaya jan 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 მოკლედ ჩემო ძვირფასებო მოგეხსენებათ რომ ამ სეზონის ბოლო გადაცემა გახლავთ დღეს და მე მინდა ჩემი და ჩვენი გუნდის ყველაზე ალბათ მთავარი ადამიანები ჩემო კი ბატონო ვინც ქმნიან ამ პროდუქტს და ლომის წვლილი მიუძღვით ხო? კი ბატონო არა მარტო ამ პროდუქტს მიხოდა მარო სცენარისტები ჭიჭიკია და ბიჭიკია სცენარისტები ანეკდოტების შოუს სცენარისტები პაატას და ნიკას სცენარისტები ადამიანები ვიზეც დგას ჩვენი იუმორისტული გუნდი და დიდი პატივისცემით და სიხარულით მინდა ის წელიწადში ერთი დღე არის ხოლმე რომ ამათმა თავის ისტორიები მოყვნენ და ის ისტორიები რასაც სცენარში არ ვაწერიდებთ ხოლმე კი ბატონო მოკლედ მოდი ესე გამოვაცხადოთ რიგითობით სტუდიაში მინდა მოვიწიო უნიჭიერესი ადამიანები ჩვენი მეგობრები საჭირო ხალხი აუცილებლად მაშასე კობა ბარათელი ვასო მიგალაშვილი საკრო იცკირველი ილია ლოსაბერიძე დიდი მადლობა ისე კითხვის დონეზე პირველივე მინდა გითხრათ ჩვენი რებრენდინგი როგორ მოგეწონათ მუსიკალურად იდეალურია. მე გაზმანული ბიჭები მე ფაქტურად ზღვაზე ვარ საიდან ვინა დავიწყო იცი საუბარი ახლა ბიჭებს რო ვკითხოთ მაგალითად მე შევხვდა ერთხელ ერთი ადამიანი რომელიც და მე მეუნეო სადა ხარ ნიკუშ რო არ ჩანხარ შენ ბოლოს როდის ბრახე კაფეცე ყველაფერი 2001 წელში ბრახა ბოლოს არ ჩანხარ. ეხლა აქედან რომ უყურებთ ძმებო ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს ამ შემთხვევაში სამეულს ნიკოლოზის თამადობით მინდა ვთქვა რომ ეს ამ ბიჭებზე ჩვენ სამი კი გავიზარდით ხო ეს კი რა თქმა უნდა. ხო და შემჭამა კობამ ჩემზე იმორზე გაზდილი ხარო და ერთი აპლოდისმენტები თქვენი ჭიერებას და მადლობა რომ ჩვენ დღეს ერთ გუნდს წარმოვადგენთ აი ახალი თაობით და პატარა ბიჭები ვართ. რადგან ასე გამომაცხადე ასე იმით მეც გაგიხსენებ ერთ კაი სიკეთეს ცოტა ისურებია შიგნის მაგრამ ხო და ნათელში იყოს მამა რო დამეღუპა ატამ ასლაპარაკობ და ღვინო ჩამომიტანა ხელეხში ჩამომიტანა ღვინო 400 ლიტრი ღვინო თავის ბანკანი ჩამომიტანა და მომიტანა ქუთაისში მომიტანა ამგვარად თქვი ხუთა. ახ ბიჭო ახლა მეთქი ახლა ხოდი კაი პატივისცემაა საკმაოდ და თან ეხლა ტრაგედია გაქვს ცოტა დაბნეული ხარ ხო დაბნეული ხარ არ ასლაპარაკობ ნორმალურად არ ვიცი ის კი რა ერთმა რომ გითხრა გასვენების დღეს რომელ საათზე გამოყავთ მოვთხარ 3 საათზე ბუნდღა აღარ იქნება მაგას მაიცი და ინადღით პატამ ხო ჩამომიტანა ეს 400 ლიტრი და ხო გადმოვკვდით და ახლა მეც ხო მინდა 800 ამოვნო ბოლო სიტყვით მაინც რაღაცა და მადლობა პატიკოც מחარდა მას არ დაგივიწყებ მოვთხარ და მამა რომ მოგიგდება მეც რაღაცას ვიზამავ ძალიან დიდი მადლობა არა ამ ისტორიაში ყველაზე კაი ამბავი რა იყო ვიცი მამაჩემი უკვე გარდაცვლილი ციცარახსო არა მე მე არ გამახსენდა ეგ ვიცი მე მაინტერესებს კაი ქელეხში დაილი 150-200 ლიტროვია და რა შეიძლება სად არის საცეი არ ეთყობა იმის მე აქ შაქარი დანარჩენი ვიზა ჩემი არის პანაშვიძე მამა ჩემის ნათესავი და ასე რომ იციან ხოლმე ახლა ახანასე მხიარულად წავედი რო იციან ხოლმე ახლა ვითომ აუ რაღაცა და
წავიდა უკანასკნელი მოხიკანი. ჩავდექი აწიმეც რიქში ასეს დილობისთვის ვარ. რას ამბობ, მოუთხარი. რას ამბობ? არ ვამბობ ახლა სახელს. ხო არ გადავიდე, მოუთხარი და ვცდილობ რომ დავაწყნარო, აქაც შეგნებულად რასლა რა დროს შენი სიკვდილია თქვა, ამის თქვა მინდა. რას ამბობ, შალოვიჩი, მოუთხარი. შენგან იმდენი პატივისცემა და იმდენ თან გადაყოლილი ხარ ჩვენზე, ურიგოთ, შალოვიჩი, ურიგოთ. ეგრევე იწურებდო. 220-ზე ავიღო, 320-ზედაც. მაგაზე ის გამახსენდა რა. ერთი ანეკდოტი რა ხა რადგან ამაზე წავედით რა. ერთი კაცი გარდაიცვალა რა რეგიონში. ხო და რაღაც ეხა თან ისეთი კაცი არ იყო, გაიგერო ეხა ყველა მისული ხო აცხა ისეთები რო არიან რა, უმარილო, სუბუკატრო თქვა და ბოლოს სიტყვა იცოდნენ ხოლმე ადრე, არ ვიცი დღეს იციან კიდე აი რაღაცა ვიღაც ადამიანი გამოდიოდა და რაღაცა ლაპარაკობდა რა და ახლა ამათ მოვთხრა ესე ხო არ დაგვგზავნო თუ კაცო ვიღაცამ რაღაცა უნდა ხო თქვასო რა და კაცი არიღებს ხმას მთელი სოფელია შეკრებილი და აბა ვინ იტყვის არავინ არიღებს ხმას და ერთმა აიწია ხელი ტრაქტორისტმა რა გახედეს ყველა ამას ახლა რა სიკეთე შეიძლება ამისთვის ქონდეს გაკეთებულიო და აბა გისმეთო რავიო კაცო მე აიქო თქვენ ეგრე მთელ სოფელს ვერ შეკრიპავთო და ვინმეს დეტეს პალეტს ხო არ გიგდიათ სახში აუ დაახლოებით ეგეთი არის ვასკა დაახლოებით იმ ხომ მიყვებით ახლა პანაშვიდის სურამში ორი ავტო ახლა მამაჩები და მამაჩემზე ისტორია ხო არ მელევა საერთოდ და მონტიორი იყო ერთი საწყალი ცხონებული ავტო გარდაიცვალა ტექნიები რა და ჩვენი სახლის ტელეფონი იყო 271103 და ელქსელები იყო 0311 რა ანუ სურამში მუშაობდა ელქსელები ყველაფერი ტელეფონი და ყოველთვის გვირეკავდნენ დენჯო გაითიშებოდა ავთო ჩართე დროზე და რა ვარ თქვენი აგირებდა გარდაიცვალა ცხონებული ელქსელების ავტო და ატომღაც გაბაზდა რომ მამაჩემი გარდაიცვალა და ავტოს მაგრად ეშინია მამაჩემს სიკვდილის რომ ის არ ეშინია მე გიждები ის არ ეშინია მაგრამ ერთი გამოთქმა აქ როგორი წარმოიდგინე ღმერთო ჩემს სიკვდილს არ მომასწრო ღმერთო ჩემს სიკვდილს არ მომასწრო ამბო მიყვარს არ ვიცი ვასკას მომასწრო ის გოჭიც ვერ შეიცვალო ის გოჭი საღა ის ტახია უკვე დარბის გლიჯავს ყველაფერს და ეშვებ არა და 4 წელია ცდილობს ვასკა რომ გაგვაჩნდა ხოდა მოკლედ ზოგმა გაიგორო ის საწყალია ცხონებული ისა რა ქვია გარდაცვლილი და ზოგს მამაჩემი გონია და მამაჩემის თანამშრომლის მეუღლეს ერთ-ერთს რა გონია რომ მამაჩემი გარდაიცვალა და საწყალი ქალბატონი მოდის და აი დიდი ვარდები უჭირავს ხელში და მამაჩემი რო დაინახა შოქში ჩავარდა გარდაცვლილი გონია და ეს ვარდები გაუვარდა ხელიდან და თო და ხომ სანსიხარო თანშიში წარმოიდგინე და მამაჩემს ყავს ძმაკაცი ერთი მირზა მაგარი კაცია და რო დაინახა რომ ეს ქალი ძალიან ტირის და შეწუხდა ვასილიჩ ბიჭო მიდი დახვდი ზალაში სირცხვილია მაგის კარგი ახან ასეთი ისა გვაქცება რა აბარე მეც მოყვი ერთ არ მახსოვს ეს მოყვი თუ არა თუ არა ეს თუ არა ძმები არიან ძმები რა და სადღაც კეიფობენ და ვიღაცა მუთხრა რომ გარდაეცვალათ ნათესავი რა აი ბიცოლათ რო ეკუთვნით და რაღაცა ეგეთი ის არა ესე ხა დაირაზმენ ორივე თვალები რო არ მივიდეთ ამიშავდა მივიდნენ ახლა მასე აქვია და დაარტყეს ეს საპატიო წრე და გამოვიდა და აივანზე განანი ხოიცი და 1-3-4 კაც და აგერ კარებია სიგნის ლუქუნია ხალხის და რა კითხვა უნდა დასვა ნახე როდის მოკვდა საძღალი ეს მებია როდის მოკვდა და იქ გაიგო ნახლა იქება რა ქვია ეს რო ჭირისუფალმა და მოატირა იქიდან დილა იყოვო დილაო ოუ დილავო მაგ მიმართულებიდან აი გიждები უბრალოდ კლასიკაა ჩემთვის რა მიხომ რომ ძალიან ცუდი სიზმარი ნახა ნუ საშინელება ეხა ყველას დაგვსიზმრებია რა და აუ გამოიღვიძა ღამია თან რა ხო იცი
დღეც რო არ დაგხვდება, უბედურება რო ხდება და გაიღვიჟა და წაარტყა რა მაროს ხელი რა, რომ უნდა მოუყვეს რა უთხას და აი შეციებულია უკვე რა, კტარია. და გადმობრუნა და ვერთო კიდე კაი ამაზე გადამატარეო. ამაზე ილო ჩვენი გაუცინარი ხემდი რატო წერ შენ იუმორს არასდროს არ იცი იმდენს ეს რა ტრენზე ხო არა გაქრამი მე უნდა მოყვე ისეთი ისტორია რა ანეკდოტი უბრალოდ ჭიჭიკა და ბიჭიკაში ვერ გადავიღეთ რა ესეთი ანეკდოტია და გული ხდება ხო მიმიხსნა სწორად რომელი არის შანსია ხო არც სატელევიზორ სივრცეში არ მსმენია ეს ანეკდოტი მე პირადად მოკლედ ესეთი ამბავია რომ ოჯახი მიდის მანქანით ტრასაზე რა სადღაც და არიან დედა, მამა და უკან ორი შვილი არიან და რომ მიდიან საქარე მინაზე წინიდან ჩიტი შემოასკდებათ რა. დაეჯახ. ხო, დაეჯახებათ ეს ჩიტი, ახლა არის ცოცხალი, არ მწვერია ფართხალებს და ბავშვებს შეეცოდებათო, წავიყვანოთ სახშიო, იქნება რომ გამოვაკეთოთო რა და რა მშობლებიც ახლა ვერ ეტყვიან უარს და მიიყვანენ ის პერიოდია რომ გაბრუებულია რა, არ არის გონზე ეს ჩიტი და ნუ უნკურნალებენ რაღაცა იქით-აქეთ და მეორე დღეს იღვიძებს ეს ჩიტი, გალიაშია, აქეთ პური აქვს, აქეთ წყალი. ჩავხოცე მეგონი მაგის ოჯახი ჩავხოცე ხალ ოჯახი კარგია მაინც მე კიდევ ჩავხოცა გუშინ აქ რომ მოვდიოდი მან ეს ხო იცი აბა რაც ვერილი მძღოლი ხო თან მე დავდივარ ნელა კობაზე უნდა ვინმეს რა გაუჩერე მაგარად საგიყვან სახლან არა მეჩქარებაო და მეჩქარება არა მეჩქარებაო ისე ნელა დავდივარ და გადამასწრო როგორც ბეტონმზედებერო ტრიალებს ჯერ იმხელა მანქანაგია კაცი რო გამილვის იმის ბეშინი მიქსერი რო გაგაცრებს დატვირთული ზილავ არა გადასწრებაზე კი არა იმაირად ჩამეჭრა 99.9 უკვე ის იყო ავარია და უეჭველი ჩავბეტონდებოდი სამუდამოდ და ზეგლის და ნუ გავედევნე სიგნალებით ახლა სიგნალები გამული სიგნალი რასაც ნიშნავს კი იცით და მე სადაც გააჩერა რატომ აგინებ გინაღარ ჩამკალი მოუთხარი მაგალაში დაბა ახლა ყანწით ხო არ გამოგეკიდებოდა საქერძელოს ხო არ აგეჩქარება მოუთხარი გამიცივდებაო ბეტონიო მე მაციებდი სამუდამოდ შეუპატრონდა ბეტონის გაცეება ესე კობას და მანქანის ისტორია არის ყოველთვის ძალიან ისეთი და მე კობასთან კიდე რა ვიცი ჩემი სტუდენტობიდან მოყოლებული პედაგოგა სულ ასე ერთად მოვდივარ და ბევრი ისტორია მივდივართ ერთხელ ქუთაისში მაშინ ყავდა ოპელი და ამ ოპელზე თუ მჯდარ ხარ თვინმე არ ვიცი ეს სიდენი ეგრეთ წოდებული მოტეხილი როა სამხარე და ასე როა გადაწეული როჯდები სახე აქეთ ხარ აქეთ ხო არის მასაჟის რო ელაპარაკებ ხო ასე ზიხარ არ უნდა დაიკავა ხელი მივდივართ ბიჭო გარბის ამ მანქანით თან ეს ხელი ხო უნდა ეჭიროს ასე ვერ წაიყვან ცალი ხელი იმიტომ რომ ასე ვარდები მიირთმევს ბულკს თან ფუნთუშაც არა იმენა ბულკი დიდი კაი პიყვირა ბულკი ხოდა ტელეფონზე დაუჯდა ელემენტი ხამას ადრინდელი ელემენტი რო ეცვლებო და ბულკის ჭამა მოტეხილი სიდენიაზე ზის და ცulis ელემენტი პოტენციური მიხელ გაბრიელმა დაარტყა ტორმოზი თვითონ წერა ადრია ჯერშვილო თქვენთვის მე რა მოგიყვა შეგობში მივდივარ და საცობია როგორი იცი მეთქი ძმაო არ უნდა იყოს ამ დროს შანსი არ არის ასეთ დროს ახლა საცობი იყოს არა და საცობი სულ არის გალაქსში რაღაცა დროის პერიოდი არ უნდა იყოს საცობი და გავხედე და კობა მიდის ძალიან უკან მივყვებით მანქანებით ყველა ერთად თეგეთასთან რომ მოუხვია რომ ხო მოუხვე და გაიარა მანქანები და ყველა გამული სიგნალი არა აღარც ასიგნალებდნენ ზაქრო როგორ ახლა აი კარგ ხალხში მოვხვდი
კარგ დროს ვატარებ. ისე სხვადასხვა შორის მოსმენა უფრო მიყვარს ვიდრე. გიცნობ. მე მგონი მაინც არ ამცდება რა. ზაქ ჩვენს ტელემაყურებელიც ალბათ ხო იცნობს ახლა თავისთავად ჩვენ გვაქვს ცოტა ისეთ ზაქროს აქ ძალიან სხვანაირი რა ქვია რა იუმორი რა ამის თქვა მინდა განსხვავებული ისეთი რაღაცები. რადგან შავებით დავიწყეთ ერთი მოშავო მეც გამახსენდა და პროფესიულია. მოკლედ ასევე გადაღებაზე ვიყავით, გარე გადაღება ქონდა წლების წინ და პროექტი იყო როგორც იცი, აი თამაშებს ვიღებდით ხოლმე, ორი ადამიანი ერთმანეთს ეთამაშებდა რაღაც სახალისო თამაშებს, ნაწილი სტუდიაში იყო, ნაწილი გარეთ. ეს გარე გადაღება რუსთაველის გამზირზე ვიღებდა, თამაში მოკლედ ასეთია, მოთამაშემ უნდა იპოვოს რაღაცა განსაზღვრულ მოკლე დროში, ну, რაც შეიძლება მეტი, 3 შვილის მშობელია, ან დედა, ან მამა და აჩერებს. ადამიანს ამდენი შვილი ყავთ, 2 არ მეთვლება, 3 თო yes მეთვლება და უხარით მოკლედ ესეთი თამაშა და ეხა ოპერატორი მისდევს ესე თან დავბივართ მე უკან როგორც პროდიუსერი ამას დავყვები და მოთამაშე ყველა მიირბეს მოირბეს ეძებს და გააჩერებს ერთ ადამიანს რამდენი შვილი ყავთ 2 მივარდება რამდენი შვილი ყავთ 3 ეს არის ჩამეთვალა გარბის მოკლედ და აზარტია მოკლედ იმატებს და დავსდევ და ბოლოს ერთ კაცს აჩერებს წამებია დარჩენი და რამდენი შვილი ყავდა იმ კაცმა 3 შვილი მყავსო, მაგრამ მესამე ძალიან ცუდად არისო და ხა საავადმყოფოში მივდივართ. რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ზაქრო მესამე ცუდად ყავს და მეთვლება. პაუჩი. გიჟობა. აუქნა გამოდი აქეთ. გამოდი აქეთ. აზარტი რა არის, მაგრამ საკუთარი. ეხლა აზარტზე მინდა გითხრათ ერთი ეგეთი ისტორიაა რა, ძალიან თავს ვიკავებ ხოლმე ამის მოყოლიდან მე თვითონ, მაგრამ სანადიროდ წავედი. აუ ძალიან. ეს ნადირობა არის არც ჰობია ჩემი, არც მოწოდება მით უმეტეს და საერთოდ არ მიყვარს ნადირობა. ნუ უნდა წავიდეთ არის ამბავი, ნუ რა თქმა უნდა კახეთში ჭაჭუნას ჭალებს ეძახიან, დედოფლის წყაროს გაცდე და წაჭახვიდე. და ნუ არ ვიცი ხა რა ზუსტი ინფორმაცია არა. ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი გიურზაა რა. ძალიან ბევრი. და რომ მივდივართ, გაგვაფრთხილეს რა. მე არ ვიცი უკვე ჩავედით ამ ჭაჭუნას ჭალებზე და წამოვიდა ეხლა ამ გიურზაზე საუბარი და ეხლა ცოტა გულმარეჭი მიყო რა, რომ ეს რაღაცა არ მომეწონა და ასე ვთქვათ, გიდი ვინც იყო, აი ტიტველი ფეხებით რო დადიან კაცები, ხო ეს დიდი ხელები რო აქვს და ეკალი რამე რო შეერჭობა, კი არ შევა პირდაპირ. გამოიღებს აი ამ ხელა რაღაცას გადა სისხლი მოდის ყველაფერი აიღებს ტალახ შეიზილავს ამ სისხლში და გააჩერებს რა. აი ესეთი კაცია რა ესა. და ბატონ ჩემეთკი ვეუბნები თან ვარ რემბო კაცო. რემბო მაცვია რა ჩვეულები რა. ყველაფერი გაქვს. ფილმი ნახეცნულობა ყველაფერი. ფილმი ნახეცი თავისი შავი ლენტი. კაცმა კი გადმოხედა რომ გადმოვედი ვაქაიდან და მეუნები რომ აქ მეთქი რაღაცა საუბრობენ აქ მეთქი და მართლა არის მეთქი გველი აქ თქო. არ შემოუხედავს. ეგეთი ხმარის მიდის წინ რა. ასო ვარო როგორც ღვინის ქარხანაში შლანგი ეგრე ყრიაო. ეს უნდა იცოდეთ ღვინის ქარხანაში რამდენი შლანგია. ხო წარმოგიდგენიათ ხა და გავცივდი რა და პიკაპზე ავედი. აი დაახლოებით არის დილა რა. ადრე უნდა იყო იქ აი 7-ისკენ. და აღარ ჩამოსულ ვარ იქიდან რა. მოკლედ მოინადირეს რაღაცა და კაცო შენ ძელი ეს ისენი ნადირობენ შენ ზიხარ პიკაპზე. ხო, აბა რაღაცა არ შემოდიოდა, არაყი მქონდა წაღებული, დავაზ მე ესენი შორს გავიდნენ, დაქოქილ მანქანაზე დამტოვეს, ვერ წამოვალ მეთქი. ვითომ ფეხი ავიტკი ეწნევა მოვიმიზეზე, მაგრამ ყველა ხვდება ხა იქაურობი რომ მეშინია და ეს მექილიკებია. მე ესენი რომ წავიდნენ ეს ჭაჭაკი ჩამოიცალა და ერთი ჩამოსვლა ჩამოვედი. ამათ მითხარი ვიღაცა ხო არ გონივა და რაღაცამ გაიფაჩუნა ავარდის. ეხლა ადამიანები ვართ, კაცო და ბუნებრივი მოთხოვნა მთელი დღე რა, ცუდათა ვარ რა უკვე. ძალიან ცუდათა ვარ რა. ვეუბნები, ავიდით რა, არ გვინდა ეხლა დაღამ და იქ გავაგრძელოთ რესტორანში.
არა რა სამფო აქ უნდა დავრჩეთო და დილას კიდე უნდა ერთი წრე კიდე უნდა და გნოლკაკაბზე დადიან არ მინდა ვეუბნები ეს ბაჭია რა არ მინდა რა არა გინათ თუ არა ნუ გაუსაძლისი ხდება ეხა მოითმინეო მონადირის სახლში მივალთო და იქ არის კომფორტი აი აუ ამოვისუნთქე მეთქი რაღაცა კონდიციონერზე არა უნდა მაგას სიცივეში არა მეთქი აბა რა უნდა ჩავკიტა რა მივედი გადაღუნული ქოხი დგას მონადირის სახლში ეს აი არის მეთქი ხო აბა რა ეხა ეს ხა მეუთხარი საპირ არა შიგნით არ მუშაობს კაცო არ მუშაობს აი იქ რო არისო რა ობორნიას რო ეძახით რა აი კარიო ეგო იქ და ხედავ რომ მარტო სახურავი დგას იმდენი ბალახია რა ჩას მარტო ხა ვიჯო ვიძახი გიურზა რა მაზალოა რა ჩახდილზე რომ იყვინოს ეხა იმან საცა მიყვანე სად მიკმის არ ვიცი თანამშრომლობაში გავარკვიე რომ შენ თუ არ ცნობ თან უნდა ვიცნო ეხლა გიურზა მე რომელი გველი მიკმის თუ არ იცი რომ გიურზა არის და სხვა გველის ნაკმეზე ესე იგი გიურზას საწინააღმდეგო ის გაიკეთე იქვე გკლავს არ ვცნობ კაცო მე არც ედგებ სახელზე და რა ვიცი ხა არ ვიცი რა ნუ ეხა მეთქი რა ვქნა მაშინ მოდი რა ვქნათ მეთქი ძალიან ცუდა ვარ და პიკაპზე ვარ ისე აი პიკაპით რომ მივიდეთ მეთქი რა ამ რადრით ვიბაკეთ საპირფარეშოსთან და რო თან ეს გათელავს და კარებიც ანუ რომ დგავარ აი ესე ვაღებ რა კარებს ესე ვიხედები რა დაბლო ნუ რაზეა ლაპარაკი თან მაგრად მეღადავებიანო ატყობ მაგრამ პიკში ვარ უკვე რა შანსი არ არის რა კარტეჟი ეგრეთ წოდებული მიდევს იმაში და მიგიყვანეს პიკაპზე დგავარ და მივდივარ ბუნებრივი მოთხოვნებისთვის პალეში გავარ მივედი გამოვწიე ჩავხედე კარგად დიდათ არის ეტყობა ვიღაცა მიქვია აწყო რა აი ხო არის რომ რაღაცნაირად ამოჭრი რაღაც აი დიდი ამოჭრილია რა ესე გადავიხედე ესე რა ეთქი არაფერი არ არის მაგრამ აი რომ უნდა ჩამოდგა ფეხი ვიფიქრე რომ ფიჭო აქ რო იყოს ეხლა რამე რა ვქნა მერე ეთქი ხა ამას იმაში და გადმოვწიე ეს თოფი და მეთქი შიგნი ვისვრი და ხმაზე ესე მაგ და პუჰ რო გააკეთე და ერთი ეს მოვასწარე აი როგორ ჩურჩხელა ხო გინახი აუცარ დღეში ჩავარ ჩემი საკარლესი ესე ვარ აი მთლიანად რა ეს კაცი ვერ მკიდევს ეხლა წყალი არ არის არის ეს ბალახი აი ფეხსაცმელები არ გაგიწმენდია ბალახს ეს კაცი ეს დიდი კაცი ესე წმინდავს და გამომიყვანა მოიდა აიყვანე ცენტრში ეს და ში ჩავარდა და იქ მახდა გოგა ბარბაკაძე რა რამდენივე ხვეწი არსად არ მოყო მეთქი და ჩამოსულები არ ვიყავით თელმა თეატრმა იცოდა აი ესეთი ჰობია და იმის მერე მე არ ყოფილვარ სადაც ახლა შვებულება იწყება დამარქვეს დედოფლის წყაროში ჩურჩხელა პაატი ადი შვებულება გვეწყება და წავიდეთ ეხლა მომინდა ის აი ნადირობა საკუთარი არა გენიალური ისტორია არის გაიხეთ აი მერიდებოდა ხოლმე ანუ მაინც ოპებოდნენ არა გაისროლე მაინც კი რაღაცა ხო მოკა ახალი ისტორია მაგაზე ძაღლზე ეს ძაღლი ჩემი ძაღლი საკროს მოუღე ხო ხედავ რომ არ უნდა თქვენთან ცხოვრება იმ ძაღლს გაუ დალი თავბრუნებენ ანუ ეს ძაღლი რა როგორ იცი ანუ ძალიან უყვარს ხალხი რა და გადის და ბავშვებს მართლა რა ბავშვებს თუინი ხო და ერთადერთი რასაც ვერ იტანს არის ცხენი და ხალხი არა ხალხი უყვარს ცხენი ხო და ზაიხა ზაფხული ერთი კვირის უკან გავიდა სახლიდან და აღარ დაფრუნებულა ეს ჩემი ძაღლი და ჩემ შვილს ვეუბნები მიდი მეთქი შვილო გახვეწები ერთი წრე გააკეთე სადმე იქნება შანსი არ არის აქვე ახლოს ეს ძაღლი ხო დაიკარგა და გავაგზავნე ჩემი შვილი რა და საგამოს პერიოდია
ჩვენ უბანში ასფალტია დაგებული და მწოლიარე პოლიციელს რო ეძახიან, ეგენიან ერთი 4 წალი რა. ფაიტონი გამორბის. როგორ აი თუ გინახავთ ახლა ჩვენ ესე მოდიანენა ტურისტები მოყავს რა ეს დამსვენებლები და ფაიტო და კოტეში რომ მოარბენ. ხო, ფაიტონი გამორბის როგორ იცი აი ცხენები ხო თენახტობებს აკეთებენ და უკან კალიას გარაც აქ სადღაც ხანში შესული კაცის ხან ცხენზე დაეცემა კალიას ბიჭო მეთქი ვინ მოყავს ასეთი ასე ვიშეჩქარება და დავხედე და ქვემოდან ჩემი ზაღლი კოჭებში ამ ცხენს ნუ ეხლა რა ვიცი რას იმან მაგინა ამ ზაღლს აგინებდა და მე მაგინებდა რა მნიშვნელობა ეს რომ მომიახლოვდა ეს ზაღლი და უცბად საკელო უკეთე და ჩავავლე ხელი და სახში შევარდი ეგრევე და მაინც რაღაცა თვალი გამექცა მეთქი როგორ გააჩერებს ეს კაცი და კალიასკის გაჩერება ძალიან ისა ეტრის გაჩერება ზართულია როგორი ხმა ის უნდა მოსახვევი შევიდა და რომ იეფარა თვალს მე მაშინ დავიშვა და ჩავკეთე კარი იქ ვერ ვარაფერი მოუვიდა ჩემთან ეხლა თუ ამას უყურებს ბოდიში იგარო არა შენი ბრალია ზაღლია ფათაშორის ზაღლები ასევე ძალიან ერთიან ხოლმე სკუტერებს რა მოპედებს და ჩემ შემთხვევაში ხა როგორ შემთხვევაში ჩემი არის მე მყავს მოპედი იცით კარგად ჩემი არის უხმო ელექტრო ხმა არა აქვს და შენაკეთებ ხოლმე ხო მე ნახე როგორ შემთხვევა რომ გამოვჩნდები ხოლმე ქუჩაში ყოველთვის ხა ზაღლი ყოველთვის არის ჩასაფრები და სკუტერი გამოჩნდა მოდის და ესე მოემზადება ხოლმე და რო ჩაული უხმოთ ორი დაბლო რატო უნდა გამომეკიდოს ვეღარ ხდება იმიტომ რომ არ ვაწუხებ და დარჩება ისე გაოგნებული რატო უნდა გავეკიდო მაგრამ პირიქითი ეფექტიც ქონია რა მე მაქსიმალურად მარჯვენა უკიდურეს კიდეზე მივდივარ ხოლმე ტროტუართან ახლა წრარად უხმა ჩემთვის 20 აქვს სულ სიჩქარე და მე მივდივარ 18 და წრარად მივდივარ ეს უხმოთ და უცებ ჩაი არა როგორ მომოტომ იცი აი თელი საბურთალო გააღვი რაღაც ხმა ეხა ხო შემოიღეს ჯარიმები მაგაზე მოგეთ ეგეთმა ჩაი არა და ტროტუარზე ასაკოვანი ხალბატონი მიდის და ყველა შეგვაწუხა ამის ხმა და ჩაი არა და შემომიბრუნდა ეს კალე გამისკდა თავი გამისკდა თავი შენ არა პეჟუეს რამის ხალბატონო შეხედეთ რა ძალზე გამახსენდა თელავის თეატრში რომ მიდიხარ ორი გზა არის ერთი არის ასე თქვა მეორადი გზა არის ესეთი აი საცალფეხოც დავარქვათ რა მანქანა კი ეტევა მაგრამ ისინი ჩამოხვიდე გამოვიდა იქ იყო კაცი რაღაცა ზაღლი ყავს იმას არ ვიცი ის არ ბერდება რა სულ იმ ხმაზე ყებს რა ვერ ვხედავ იმ ძაღლს ოღონდ აი ბავშვობიდან ხმაზე ვსვლა რა ხო იცი აი ღობესა და რკინის ღობეები იყო მაშინ აი ამითი რა თლიანად გამო მე ეს აღუნა რა დროთა განმავლობაში და ეს რაღაცნაირი ძაღლია რა შოქში როა ხო რა და მოვდივარ ახლა მე და აი ამის ღობის აქეთა მხარეს არის ალბათ 3 მეტრაზე მეტი კედელი ბეტონის და იქით არის უკვე ტენისის კორტები 11 საათზე იწყება ხოლმე რეპეტიციები თეატრში და ზოგადად და იმ დროს მიდიან ხოლმე სპორტსმენები სავარჯიშოდ და ეხლა მამაკაცების თამაშობი რა თქმა უნდა მაგრამ უმეტესობა გოგონები ხოლმე თამაშობდი რა მას ტენის და ერთი გოგო მომწონდა რა კაცო აი გოგო იყო რა თან სპორტსმენი ტენის თამაშობს რაღაცა და იმ დროს იყო ხოლმე და მე ავდიოდი ხოლმე მესამე სართულზე და თვალყურს ვადევნებდი როგორ ვარჯიშობდა აი მანძილი როგორ არის იცი რომ აი შორი არ არის რა ესე დაინახავ რომ უყურებ აი სალამი და რაღაც როგორ ხდება მოვდივარ ეხა ჩაფიქრებული და ვიძახი რომ ეხლა 11-ია ისიც მოვა და ამ ღობეს ამ გამექცა რა ფიქრი ამ ძაღლზე ვეღარ ისქენი და გარეთ ყოფილა აი ამდენი წელია ეტყობა გადაწყვიტეს ოჯახმა რომ უშვებდნენ და იყო კაცობრიობაზე გამწარებული გარეთ იყო ესე და აი პირველად დავინახე აი ვებერთელა ხბოხო გინახია რაღაცნაირი აგრესიული აი საშინელებათა ფილმებში რო ძაღლები არიან ხო იცი და ვაუ რო გამოვარდა და აი არ მახსოვს რა
უსპათ ვარ კორტებზე ეს ვარ თეთრი და მეტრანახევარში ის გოგოა ოღონდ აი დავხტი თუ არა და დავიწყე იმიტომ ვიქავად ეს მიყურებს და ზაღრმა მოგარბენინა მეუთხარი მესამე ხარ დღეს კარი თელავი შენეს კურტები დადიოდა თუნე მე მეგონა რომ მე ვიხავი მარტო ჩვენ მეგობარს ყავდა ზაღლი ყავდა სოფელში ჩვენ მეგობარს რა და ხო გახსოვთ ბურთი ბაკები როა ხო ბურთი ბაკები როა დილა ბურთის ფორმა რა კი 10 ტონიანი ბაკი და ეს ასე ხო კარკასზე ხო იდგა რაღაც კარკასზე და ამის ფეხზე იყო გამობული 10 წელიწადი ეს ზაღლი არავის არ ახსოვს ეს ზაღლი აშვებული 10 წელიც არის ეს ზაღლი და 10 წელიწადი აბია ბაკზე ჯაჭი გამოვიდა მაგარი მეკარე ხო და ერთხელ მეგობრები კეიფობენ ახლა ჩვენი მეგობრის სტუმრად არიან და რო შეთვლენ ერთ-ერთმა თქვა რომ ეს არის მოზრდილი კარგი ჯანზია დიდი ეს ზაღლი ამის ძმა იქნებოდა მე მოვყევ სავარაუდოდ ხო და უნდა აუშვა ეს ზაღლი ერთი ამის ბიძაშვილი თუ ძმაკაცი იძახის რომ უნდა აუშვა არიქა არა უშვა ეს თვალი როა არა უნდა აუშვა არიქა არა უშვა ბოლო მიდის ასაშვებად ამათმა ვეზობლები გააფრთხილეს გადაიმალეთ პირველი სართულიდან მეორეზე ავიდა ყველა რომ იმ ზაღს უშობენ გლიჯავს ზაღლი აქამდე აქ საყელური განახა გადმოტანილია წელზე უკეთია რო შედის ვინმე რომ ეს უეჭველი შეჭამს ვიღაცას და გადამალეს მეზობლე ყველა ბავშვები დიდები თოფებით არის შეიარაღებული თუ შემოვარდა რა გზას ხო და მივიდა ეს და აუშვა ესე იგი 10 წლის მერე ზაღლმა თავისუფლება იგრძნო იმ 3 კვადრატს არ არის გაცილებული 10 წელია და მოგლიჯა ზაღლმა გავარდა ირბინა გაუსხდა გულ და მოგ ვერ გაიხარა სირბილში ანუ იმდენად ამას ვერ მოზომა იქანი არეხო ვერ მოზომა დაპირთვას ვერ გავუძო ჩვენ აქ ხოლმე ესეთი ისა ნიკოლოზ რომ ჩვენ სტუმრებს ვთხოვთ ხოლმე რომ აი ქსორილებთან არ გიმღერიაო და იქნება რაღაცა წაგვიმღერო იდეურად რომ საუბრობთ ხოლმე კობას იდეა იყო ეს რომ იქნება წავამღეროთ თუ რაღაცა ბებებს სურვილი აქვს რაღაცა და მაინტერესებს ეთი სხვას რო ავალებს თვითონ რამდენად შეუძლია რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ამდენი სტუმარი აბა ჩემზე შეძლებ ვიმღერ მას ქვეყნად ბევრი კობებია, ბევრად ბევრი ცის ქვეშეთში, შაინიგა კი ერთია, ერთადერთი იმერეთში, სხვა კობები მდიდრებია, გამაყობენ ფულითა, ეს კი ყველას ევასება, თავის მზიანი გულითა. კომუნია კომუნა ვინ შეგიცნობს შათვალოს რომ გაუღიმა ფორტუნამ არ დამისხოთ მისცემა და კამათელი თელ სოფლიოს მირჩევნია ჩემი კობა მარათელი
შაილება გავგი. უბრალოდ ვერს ვიაზრებ, გეხოცები. აი, ჩემთან გაფიცე, შემომხედე. ძალიან არ გიხდება რა, ხო ბუნებრივი არ ხარ, იცი? ვერ გეგუები, მიშ. კიდევ წელსაც რომ ამა მივიდა ურვაში. იმიმებრი არ მომიფარსია. ებიტო და ეხლა მაგინე დავატირე მაგის. იწვი გარეთ ყველაფერი მაგინე დავატირე, ეგრეც ხელა ყველაფერი აბსოლუტურად აი დამწვარია, მაგრამ აი მათგილას მცივა რაღაცნაირად მაგინე დავატირე. ვე არ მითხრა რა, გეხვეწები რა, არ მითხრა. შენც მომხედე გაფიცებ ეხლა. ძალიან cool ხარ რა. ხო, აი ზუსტად შენი დაცინვა მინდოდა ახლა მე რა. არა, რა მოიგონა ახლა, რა შეჭირდებოდა ახლა ეს მასკარადი? ნუ, მიშ. მე ამას არ ვაპატიებ არასდროს მაგას. რაც არ ვაპატიებ. რას ქვია, რას არ ვაპატიებ, კაცო? აი, ამას. ვის? ნუ გამაგიზე ეხლა რა, ვისა და ვინც ამ დღეში ჩაგვყარა და გაგვასეცკა და დაგშალას და ეგ. ანუ მაროს. ამოიგონა ეხლა ეს ვერ გავიყო რა. აი. რა საიტი ხა ეს ის რა ქვია მაგაცა. რა უნდა მოვაწყო რა თქვა რაო? ხო ის ლენჩი. ლენჩი არა ვიდეო. ლანჩი ლანჩი ხო მაგრამ საღამოს კერო შეიგრიფებიან და იმაშობიან დავახშმებს მაგას არ აწყობს მარო დღეს დავახშმებს რომ იმაშობ ო შვეცკი რაუტსა რაუტი რაუტია ხო აბა ბიჭო თან იქ ბევრი არა ჭამო თავი არ მომჭრათო გაიგეშენა მაგრამ და ისე შენ ჭამე რამე то კი ხბო რახტბო ხბოს კანჭი მიურწყავში ნიო ბუნდონად მახს მეიცა ბეჯო მოდის გონია და გადადი დავარცხნილ ლაპარაკზე რა თუ არა დაგხოცა მისუ განვაგრძობთ მაღალ არისტოკრატიული ამბების მიმოხილვას ჩემო რჩეულო მაყურებელო და გაგაცნობთ საოცარ ამბავს მე რომ გამბავი ვნახე გავგიჟდიტო მსგავსი არ მსმენია არაფერი ნუ აი არ მსმენია თუ დამაცდით კოლეგა მაყურებელსაც ვეტყვი მარსიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ყველაზე დიდი ზომის ქვა, ანუ იგივე მინი მეტეორი, რომელიც 25 კგ-ს იწონის, სოტბის აუქციონზე 4.300.000 დოლარად გაიყიდა. ძალიან უცნაურია. რა თუნდოდ ნეტავი? მეც ეგარ მაინტერესებს. რა სიგუდელადას ლაკვადუ? წესი რა, ლაპარაკ. არ გვინდა რა ესე იქინე, აკანე. ოხ, მარია მოხვედი. მოვიდა. აქეთ მობრძანდიც. საღამო მშვიდობისა, მიხეილ. ჩიტოსზე. აბა როგორ მიდის მაღალ არისტოკრატიული ამბების მიმოხილვა? ძალიან საინტერესოდ, ძალიან აი ესეთი ამბავს ყვებოდი ახლა რომ კინაღა მე თვითონ გამოვშტერდი მიშკა. ცოტა სიტყვები. მომიტევეთ წამომსდა. ეხლა მომხედეთ აქეთა ორივე მაგინეთოლი? დიახ.
დღევანდელი საღამო არა? ცოტა ნორმალურად უნდა წავიყვანოთ. არ ჩამიშალოთ ახლა. არ მომჭრათ თავი არც ერთმა რა. გასაგებია? რა თქან უგამაგებინი, აი რათა? აი მე ეგრეა საჭირო. აგვისტო მოდის. დასასვენებლად უნდა წავიდეთ შარშანდელივით. თავი რომ არ მომჭრათ შარშანდელივით. აქედანვე უნდა მივეჩვიოთ წესიერ მოქცევას. გასაგებია? გავიგეთ, მოდიში, გასაგებია. ეგ კარგი და რამდენ ხანში ვიწყებთ ამ დინერსა? ხო. აი, მოვლენ კონსტანტინე და ნანუკა, მოგელი და მზიკო. და დავიწყებთ. მე გავა ბოსტნეულის რაგუს ამოურევ. არ მიმეწვას. ბოდიში, მარი, რას ამოურევთ? რაგუ არიცი? რა? აი, სოფლელები რო აჯაფ სანდალს ეძახიან თუ რა. გასაგებია, კარგი გეთაყვა მარიამ, მიხედე საქმეს და ჩვენც მივხედავთ. მაშასე შემდეგ ინფორმაციას მოგვაწვის ჩემი კოლეგა ჩიტოს ძე. მადლობთ კოლეგა. მაშასე გაგიკვირდებათ და თურმე იაპონიაში ბებიების ქირაობა ყოფილა შესაძლებელი საათობრივად. გაუცნაურია, მომიტევე და რა საჭიროა ეს ყოველივე? აკი თავში აღნიშნე, რომ გაგიკვირდება მეთქი. ასეც მოხდა, რა საჭიროა კოლეგამ და როდესაც ახალგაზრდა მარტოხელა დიასახლისმა არიცის ბავშვის მოვლა, სადილის გაკეთება, სახლის დაალაგება, ქირაობს, მოხუც, გამოცდილ დიასახლის, ის მიდის და ყველაფერს ასწავლის. საოცარია რა. ეგზო. რა ის ეგზოვი? ძალიან საოცარია თქო. ნამდვილად. აგერ ბიცულა ჩემი სონია პედაგოგი ქალი პენსიაზე გასული მაგი ვის ოჯახში შევაძრო და აყენებს მეხზე ხაჭაპურის გამოცხობა გიდა ქათმის დაკლა გაპუტვა გიდა ხალის გაკეთება 2 მეტრი და ალო უკაცრავად თუ რა არის ამეხადა თავკეფა მომიტევე კოლეგა წამიღო სოფერმარკეტზე ცოტა ხნით რამზილი არა გადაჩობა მაშკაც კი არა და საშინელება ბიჯო რა ხდება რა ტემბრია ვახმის უი ხო ისამ hi guys როგორ ხართ დაშობით აუ რა უიცი რა მოდი რა გაფიცებ რა შერაშუები აუ რავი რა ძალიან cool ვარ მალე იწყება დინერი რა ქნა მარიშკამ მოწკიპა კანაპეები კანაპეებია იჯები საერთოდ შევარი სადაგეგდო ბატონო ბოდიში ნაკო სად არის ვი ნაკო ვინ არის ნანულა შეჭების გადაგრეული შენ რა ვერ გაიგე აჰო ნანჩუ მარიშკასთან შევიდა ეხმარება აი მისაყვარელი ეხმარება მშვიდობა თქვენ და მეგობრებო მშვიდობა ყოველთან როგორ ახარ მოვიდა უი ვერ გაბარშული აგრა თავოვდა მირთვით რა შამპო აიგეთ რა ჰაი და დაწესოდა გოგოებო როგორ ხართ ყოლა გამურჩი ბატონო ყოლა გისმენთ ქალბატონო მარიამ მიხეილ დია მე მგონი უკვე დროა
რომ ყველამ ერთად ვუმღეროთ მაყურებელს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანმა ცხოვრების სტილი, ხომ გესმის? მხოლოდ იმიტომ, რომ ჟამთა აღმასვლას და ახალ ტრენდებს არ ჩამორჩეს. რას ვაპირებთ ზოგადად და ასევე როგორ უნდა გავატაროთ ძაფ? რა თქმა უნდა. ბატონო, ეგრე. კარგით. თხოვთ, მაესტრო. შემიძლია ხელშია ამდენი კამათი სუფრას არ მოაგდეს კანაპე სეზარის სალათი დილის რუტინა თბილი ძილი შუადით დონატი ხავაზე საღამოს ვარშავს გეახლები ფრეჩი ვარ დაჩაზე მალე რომ მომზადეს მირთვა სურვილი გიჩნდება მაროს მომზადებულ ომლეტზე ბარნოვი გიждდება ზღვაზე როდის წავიდეთ გავიდა ივლისი მხოლოდ თქვენი ერთი თანხმობა ფეხზე დგას თბილისი დილის რუტინა თბილი ძილი შუადით დონატი ხავაზე საღამოს ვარშავს გეახლები ფრეჩი ვარ დაჩაზე აი ჩვენც მოვედით მოვგართვით სალათი თან ფრეში მე და ჩემი მზიკო ვამზადებთ საკუთარ კაფეში ისე არ გაიგოთ ერთად ვართ მე ზღვაზე ვაფრენდი ამ ეტაპზე მოგელისთან ვარ უბრალოდ just friendly დილის რუტინა თბილი ძილი შუადით დონატი ხავაზე საღამოს ვარშავს გეახლები ფრეჩი ვარ დაჩაზე კაფე შოპინგი და აუზი ეს ჩვენი სფეროა ღმერთ რა გავტეხე არ მზერა ნუ თუ ეს პეროა მოკლედ ჩემო ძვირფასებო ამ სეზონისთვის და დღეისთვის სულ ეს იყო დიდი მადლობა ბიჭებს დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ადამიანებს რომლებიც კადრს მიღება ბრძანდებით ჩვენი გაძლიერებისთვის და რა თქმა უნდა ჩემო პაატა დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს რომელიც ეხლა გვიყურებს და მომავალშიც ასე გააგრძელებენ მინდა გულწრფელად გითხრათ რომ გვიყვარხართ მოგონატრებით ეს თვეც მალე გაივლის და სექტემბერში შევხვდებით დროებით ნახვამდის ბედნიერი ზაფხული